სოფლიოში დღეს არსებული გამოწვევების და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების საკითხი. სამთავრობო უწყებების საინფორმაციო ტექნოლოგიების დაცვის და ეფექტურად გამოყენების მიზნით საქართველოს მთავრობას და კომპანია Microsoft შორის გაფორმდა შარშან სალიცენზიო შეთანხმება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაწესებულებები გამოიყენებენ ლიცენზირებულ კომპიუტერულ პროგრამებს. სწორედ ეს საკითხი იქნა განხილული Redisonში კომპანია Microsoft-ის წარმომადგენლების მხრიდან. საავტორო უფლებების დარღვევა ციფრულ სივრცეში, კიბერუსაფრთხოება, ბრძოლა ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ლიცენზირებული კომპიუტერული პროდუქტების უპირატესობა. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებსაც არაერთ ქვეყანაში მსჯელობენ. ინტელექტუალური საკუთრების დღე საერთაშორისო დონეზე ყოველწლიურად აღინიშნება და გამონაკლისი მათ შორის არც საქართველოა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის და კომპანია Microsoft-ის წარმომადგენლებმა Redisonში ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს. Мы собираем компании, которые отвечают за იმ კომპანიებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბუღალტრული და აუდიტორული საქმიანობის წარმოებასა და აქტივების მართვაზე. ჩვენ ვუხსნით, რა უნდა გაგეთდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სწორად მართვისთვის. როგორ მოქმედებს პროგრამული უზრუნველყოფა ქვეყნის ეკონომიკაზე და რა როლს ასრულებს კიბერუსაფრთხოება საინვესტიციო ფონდის გაუმჯობესებაში. კომპიუტერული პროგრამების დაცვის რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს დღეს საქართველოში. სპეციალისტების განცხადებით, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კანონის არსებობის მიუხედავად, მისი აღსრულების ხარისხი დაბალია. პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრია განვითარების საწყის ეტაპზეა, მაგრამ Microsoft-ის ქართული ოფისის წარმომადგენლების შეფასებით, საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით ვითარება თანდათან უმჯობესდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის იმიჯისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვისაც, ვინაიდან პირატული პროდუქცია, როგორც წესი, არის ყოველთვის არალეგალური, რაც ძალიან ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და ასევე ქვეყნის იმიჯს, როდესაც ქვეყანაში არ იცვლება ინტელექტუალური საკუთრება იმ დონეზე, რადგანაც ეს არის მოთხოვნილი საერთაშორისო სტანდარტებით. საქართველოს ძალიან დიდ პროგრესს განიცდის ამ კუთხით ყოველწლიურად და ეხლა უკვე დადგა ჯერი იმისთვის, რომ კერძო სექტორში მოხდეს ანალოგიური ორგანიზებების განხორციელება. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ უკვე შესაბამის საინფორმაციო კამპანიას კერძო სექტორისთვის, რადგან გავაცნოთ მათ ჩვენი გეგმები, ვიცეთ მათ გარკვეული ვადა, სანამ თქვა Microsoft იქნება ეს ნებისმიერი სხვა საავტორო უფლებები გადავა გარკვეულ კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე და შევეცადოთ რომ დავეხმაროთ მათ იმისთვის, რომ ყველაფერი კონდეთ კანონის ფარგლებში. Თქვათ რომ სამწუხაროდ საქართველოში 90%-ზე მეტი არის არალიცენზირებული გამოყენების შემთხვევები პროგრამების კომპიუტერულ პროგრამებში. ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. და განვითარებად ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილზეა საქართველოს სამწუხაროდ. როგორც მოგეხსენებათ, Microsoft-მა დაიწყო ეს კომპანია, რომ მან თავისუფლად დაიწყო საქართველოში ამმართველობით და დღევანდელი შეხვედრა ემსახურება ამ მიზანს, რომ ასე ვთქვათ, კომპანიებს მიეწოდოთ ინფორმაცია ავტორის მეშვეობით, რომ არალიცენზირებული პროგრამების გამოყენება არის მაღალი რისკის შემცველი. არა ავტორიზებული კოპირება, რეპროდუცირება, ტრანსფერი და გამოყენება. ამ პრობლემების წინაშე დგას დღეს ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებელი, იქნება ეს კერძო პირი, კომპანია თუ სახელმწიფო სტრუქტურა. აუდიტორიული კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე Saxtat-ის და Microsoft-ის ახალი ინიციატივები განიხილეს. ბევრი ინიციატივა იყო ჩემთვის ახალი, მათ შორის საკპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ალბათ უნდა გამოიყენოს აუდიტორულმა კომპანიებმა. ციფრული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია დღეს თანამედროვე სამყარო. ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მომხმარებელი სრულყოფილად უნდა იყოს ინფორმირებული საფრთხეების შესახებ, რომლებიც მას არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებამ შეიძლება შეუქმნას. საქართველოში როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე კერძო სექტორში ლიცენზირებული პროგრამების გამოყენებისთვის საჭიროა არა მხოლოდ შესაბამისად განვითარებული საკანონმდებლო ბაზა, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.